არასერიოზულობა და არაადეკვატურობა სიკვდილთან დაკავშირებით. ეს ვერსაჩეს მენშენში რომ ვიყავე, რომელიც სასტუმროდ არის გადაკეთებული და რომ მიხარობდა, ანუ დიდი ხნის სურვილი ავიხდინე, მიხარობდა იქ რომ ვიყავე, შესაბამისად ასე ვწერდი გახარებულ ფონზე და ნახეთ ალბათ ხო ეს ვიდეო. თუ არა და შეგიძლიათ ნახოთ. დევს აქვს. ხო და იქვე ვახსენე რა რომ ამ სახლში მოკლეს თქო ვერსაჩეს თქო და იმ ადგილსაც გაჩვენებთ თქო რა, ну საქვეყნო ცნობილი ფაქტია, ძალიან მაგარი სერიალი არის ვერსაჩეზე Netflix-ის, შეგიძლიათ ნახოთ და იქ არის ეგ ვილა, მაგ ვილაში ხდება ბევრი სცენა, მაგ ვილაშია და საინტერესო სერიალია ნახეთ რა. ხო და ну ვისაც ახლა ადეკვატური აღქმა აქვს რაღაცა მოვლენების იმათმა საერთოდ ჩვეულებრივად აღიქვეს, რომ ვისაც უყურეთ სიკვდილის მიმართ აქვთ რაღაცა ძალიან მტკივნეული აღქმა, მათ ბევრმა დაწერა სხვათა შორის, რომ არაადეკვატური ხარო, ამბობ რომ ადამიანი მოკლესო და მოკვდაო და ამ დროს იღიმიო რა. ну რაზეც მე დავწერე რომ ხა 20 წლის წინ გარდაცვლილი ვერსაჩეს გამო ვერ ვიდირებ თქო, ახლა მეძინება. როცა მოკვდა, მაშინ არ მიტირია ვერსაჩეზე და 90 წელი გავიდა იმის მერე და ეხლა ვაიმე სახე ჩამობღავლებული ვერ ვილაპარაკ. და ზოგადად რის თქმა მინდა, იცით? სიკვდილის მიმართ არაადეკვატურობა სიკვდილთან დაკავშირებითო და მესმის ახლა ამ ადამიანისათვის ადეკვატურია ის, რაც მიღებულია, რაც დაასწავლეს ბავშვობიდან, რაც უნახავს, რომ ვაიმე სიკვდილი რა საშინელებაა და ადამიანი რო გარდაიცვლება, მერე უნდა იჯდე და სახე იხოკო მუდმივად, ხო? მე არ მაქვს ასეთი დამოკიდებულება სიკვდილის მიმართ, მე სიკვდილის თემა მესმის, რომ ადამიანების უმრავლესობასთვის ძალიან საშიში და ძალიან მტკივნეული თემაა და ადამიანების უმრავლესობას სიკვდილისა ეშინია. მე აბსოლუტურად სხვა დამოკიდებულება მაქვს ამ საკითხის მიმართ, რაღაცნაირად ისე მოხდა ჩემს ცხოვრებაში, რომ რამოდენიმეჯერ აი ძალიან ახლოს ვარ სიკვდილს, აი რომ უნდა მომკვდარიყავი და რაღაცა რომ გადაგარჩენს. და ეს ერთი, ხო, აი ბეწზე რო ხარ ნამყოფი, რომ აი ახლა უნდა აღარ უნდა იყო წესით, მაგრამ აი მართლა ყოფილა რომ ხან ადამიანს გადაურჩენი ვარ ისე რომ აი რომ ღმერთის ხელი ურევიაო ამაში, მე ესე აღვიქვავ, ხა გინდა დამცინეთ და გინდა სერიოზულად მიიღეთ. და ყოფილა შემთხვევა, როდესაც აი არ ყოფილა ადამიანი გვერდით და რაღაც ძალას გადაურჩენი ვარ. ყველაზე პირველი იყო ბავშვობაში, როდესაც აივანზე ვიყავით მე და ჩემი ბიძაშვილი ზურა და გადმოვეთხლი შემოაჯირის იქით და მაკუ შენ ხარ დედი? მაკ. ნესა, პეცია. ხო და ეს უნდა გადავარდნილიყავი რა. და აი რა მომენტი არ მახსოვს და ესე ვიდექ ეს დაყუდებული, აი რო ავიღო ახლა ეს აი ესე ვიყავი 7 წლისა და აი ესე გადავვარდი, გადავყირავდი. და მე მეორე წამში რაც მახსოვს, მეორე მხრიდან ვეკიდე ისევ ესე. წესით თუ ხელი არ გაგეშვა და გადავარდი, მაშინ ხელები უნდა სხვა პოზაში უნდა იყო და სახით იქით და მოაჯირთან ზურგით და ამის ნაცვლად ვიყავი სახით ისევ მოაჯირთან, მაგრამ მეორე მხრიდანაო, ჩემთვის არ მიაქციოთ ყურადღება. ეხლა გავეღვიძე და საუზმობ და თან TikTok-ს ვკითხულობ ხოლმე კომენტარებს, თან ძალიან ვერთობი ამ ყველაფერს. და დაბლოკიდევ კიბე და იქ რო ჩავარდნილიყავი, დავილეწებოდი სრულად და თუ არ მოკვდებოდი, ინვალიდი დავრჩებოდი რა. და სამი შემსწრე იყო, ჩემი ბიძაშვილი ჩომბე და ორი მეზობლის გოგო. და ვერც ერთმა ვერ მივხვდით რანაირად აღმოჩნდი მეორე მხრიდან ჩამოკიდებული და ამის მერე კიდევ ბევრი შემთხვევა მქონდა. ბოლო იყო 21-ში. ხო, 21-ში იყო ბოლო თავში რო დამკბინა
4-5 ბზიგი იყო. და უბრალოდ სასწრაფო მოვიდა და გადამარჩინა თორე ახლა სად იქნება და ხო და ეს რაღაცა განსხვავებული მოცემულობა ხო ჩემი და სიკვდილის ურთიერთობის და პლუს ახლა ეს ჩემი პროფესია ფსიქოლოგიას გულისხმობ ხო განსაკუთრებით არფითი იქ სიკვდილის თემები მუშავდება და მე სიკვდილის მეშინია თქვა რა აი ამ წუთასაც რომ მოვკვდე იქნება აბსოლუტურად ნორმო უფრო მეტიც ახლა ხანს ერთ ძალიან ისეთ ფართო მხედველობის მქონე ადამიანთან საუბრობდი და აქამდე ვფიქრობდი რომ მინდა რომ ძილში მოვკვდე მაგრამ მას რომ ვესაუბრე იმ საუბრის მერე მან ახსენა რომ აი მე მინდა რომ რაღაც კონკრეტული სიტუაცია ახსენა რომ მინდა რომ ასე მოვკვდე და მასთან საუბრის მერე მეც დავფიქრდი და მივხვდი რომ ძილში რომ მინდა რომ მოვკვდე ეგ ჩემი ძველი აზრია ეხლა ანუ მე მინდა რომ სიკვდილის მომენტი ვიყო სიკვდილის მომენტში ვიყო სრულ აზროვნებაზე რომ აი ეს უნიკალური გამოცდილება ჩემმა სულმა გაიაროს და ჩემმა პიროვნებამაც პიროვნება კი ჩაქრება და მოკვდება მაგრამ სული ხო დარჩება სხეული და პიროვნება იმაშვება მაგრამ სული რჩება და სულს ახსოვს ამ პიროვნების და ამ სხეულის გამოცდილება ხო და ეგ მინდა ეგ გააზრება მოვიდა ხო და ამ ყველაფრით რის თქმა მინდა და იცით რომ აბსოლუტურად განსხვავებული დამოკიდებულება მაქვს მე სიკვდილის მიმართ მე სიკვდილი არ მიმაჩნია რაღაცა სავალალო მოცემულობად არამედ სულის არჩევანი რომელმაც გადაწყვიტა რომ დატოვოს ეს თამაში დედამიწაზე ეს ცხოვრება ჩემს კარტინა მირა როგორ თქვა ჩემი ცხოვრების აღქმის სურათში როგორც მე მივიჩნიე ჩემთვის ხო და ეს ძალიან მეხმარება ჩვენი სული თამაშობს თამაშს როგორც ჩვენ თამაშობთ ხოლმე ვიდეო თამაშს ისე თამაშობს ამ ცხოვრებას როგორც თამაშს სული უკვდავია და ერთი თამაში დასრულდა მომდევნო თამაშს ვითამაშებ რა ეხლა ვიდეო გეიმში რომ კვდება შენი გმირი რომლითაც თამაშობ ეს ხო არაფერი სავალალო არ არის იგივენაირად აღვიქვა მე ამ სხეულს როგორც ერთგვარ სკაფანდრს სულისათვის რომ ეს თამაში ითამაშოს ამიტომ აბსოლუტურად განსხვავებული მიდგომა მაქვს სიკვდილის თემების მიმართ ეს არ ნიშნავს იმას რომ რაღაცა რო იყოს რომ ჩემი სხეული თვითგადარჩენისთვის არ იბრძოლებს და არ იმოქმედებს არა სხეულს ხო თავისი ისა აქვს გონი ხვეწარმავლის ტვინი ეგრეთ წოდებული რომელის ფუნქცია არის სხეულის მართვა და გადარჩენა ფიზიკური გადარჩენა და ჩვენგან დამოუკიდებლად ის მოქმედებს ხოლმე ხო ანუ ცნობიერებისგან დამოუკიდებლად ამის თქმა მინდა და უყურეთ სრულიად ბუნებრივი არის რომ იმ ადამიანებს ვისაც უმრავლესობას ვისაც ასე დაასწავლა საზოგადოებამ, კულტურამ, მოცემულობამ, რანაირი ჭდილი მეცემა რაღაცა. რომ ვაიმე ამას რასაც უყურებ ადამიანი ბავშვობიდან გენეტიკურად რა ინფორმაციაც გაქვს გადმოცემული, ის მიგაჩნია ნორმად, ეს აბსოლუტურად სწორია და ბევრი რამე სისულელი არის რეალურად ნორმა დღევანდელ კაცობრიობაში. რაც რომ ეს ამ ნორმისგან რომ განთავისუფლდნენ გაცილებით უფრო კარგად იგრძნობდნენ თავს და უბრალოდ რადგან ეს ნორმად არის მიჩნეული არც კი ფიქრობ რომ ვაუ სხვანაირადაც შემიძლია რომ ეს რაღაცა აღვიქვა ეს მოცემულობა ნებისმიერ მოცემულობის მიმართ ესე ვართ სიკვდილის სიცოცხლის თემის მიმართ მით უმეტეს და უყურეთ ფსიქოლოგიის დანიშნულებაა რომ აი რას შევადარო იცით ხო რადიო ხო არის შენი რადიოლა და უამრავი სხვადასხვა არხები უამრავი სხვადასხვა რადიო სტეიშენები ხო
და ყოველი მათგანი რაღაცა თავისას იმას შვება, რაღაც სიგნალს უშვებს, ხო, იქ ზოგიერთი პოლიტიკაზე, ზოგი კულტურაზე, ზოგი უბრალოდ მელოდიებს, მუსიკებს, ზოგი კიდევ რაღაცას და შენ გაქვს შენი რადიო მოწყობილობა, რომელიც გარკვეულ არხს იჭერს. და ოკეი, გადავრთე და ამ არხზეა. და ყოველი ჩვენთაგანის გონება და ორგანიზმი, როგორც ეს რადიო მოწყობილობა მეტაფორულად, ხო? ასევე არის რაღაცა კონკრეტულ არხზე მართული და იმ არხიდან შემომავალი ინფორმაცია აქვს და შესაბამისად არსებობის იმ ჭრილში, რეალობის იმ ჭრილში არსებობს ესა თუ ის პიროვნება. და ფსიქოლოგიის დანიშნულებაა, რომ გაჩვენოს, რომ მარტო ეს ერთი არხი კი არ არსებობს. ბევრი არხები არსებობს და არ ხარ ვალდებული, რომ მარტო და დამწყდეული რაღაც კუთხით, ხო, რაღაც რო განვიხილოთ. არ ხარ დამწყდეული რომ და ვალდებული რომ მარტო ერთ არხს უსმინო. თუ კი არ მოგწონს ეს არხი, შენ გაქვს საშუალება გადართო და სხვა არხებს უსმინო. და ეს ისევ მეტაფორულად ეხა ვიცი რომ ნახევარი ვერ გაიგებს, მაგრამ ვინც გაიგებთ იმათვის საუბრობ. და შეგიძლია რომ შენი არხი შეცვალო, გადართო ფსიქოლოგიური ცოდნის მეშვეობით და სულ სხვა ჭრილში აღმოჩნდე, გაცილებით უფრო საინტერესოში და ნაკლებად მტკივნეულში და ნაკლებად რაღაცას მტკივნეულს ან არამტკივნეულს სულიერ ფსიქიკურ ტკივილს ვგულისხმობ, ხო, ფსიქიკურს. ახლა ფიზიკური ტკივილია, თუმცა ამის მართვაც შეუძლია ძალიან გასულ ადამიანებს, მაგრამ მე ნახოთ არა ვარ ჯერ მაგ დონეზე, რომ ფიზიკური ტკივილის მართვა შეუძლო. სულიერ ტკივილს, კი ბატონო, რომ სულიერი ტკივილს ჩვენ რა გვანიჭებს, აი თუნდაც ეს კომენტარს რო დაუბრუნდეთ, ხო, მამა გარდაიცვალა, ამან ადამიანს მიაყენა ტკივილი და ის დარჩა ამ ტკივილში. და ეს ნორმად მიაჩნია. ამ დროს სურო თავი და გავანებოთ ყველანაირ ფსიქოლოგიას და ეზოთერიკას, ხო? ეკლესიურები ხო ხართ, ქრისტიანები ხო ხართ? და რას გეუბნება რელიგია, რომ ნამეტანი გლოვა, ნამეტანი ნეგატიურ ემოციებში გადავარდ ანა ახლობელის გარდაცვალებასთან დაკავშირებით არ არის კარგი, ხო? არ არის გამართლებული არც რელიგიის მიერ. რატომ? ამას აქვს თავისი ახსნა. და თქვენ შეგიძლიათ რომ აი ეს ცალსახად მომხდარი ფაქტი, ნებისმიერი ფაქტი, ჩვენ ის გვაყენებს ტკივილს ან არ გვაყენებს, იმის და მიხედვით თუ ჩვენ როგორ გავშიფრავთ და როგორ აღვიქვამთ მას. და შენ შეგიძლია შენი ფაქტს ვერ შეცვლი, მაგრამ შენ აღქმას ცვლი, გამიგე? და შენ აღქმას როდესაც ცვლი, ეს აღარ არის ასეთი მტკივნეული. ამ აღქმის ცვლილება ხდება ასეთ გეგმაზომიერი მუდმივი მუშაობით. It's not necessary to be quiet. It's okay. ჩემი სიძემო შემოიპარა და საჭმელი ჩუმად უნდა ჩამოსვიდო. რადგან მე ვიღებ ვიდეოს. ჩემი საყვარელი ბიჭი არის ეს. გამარჯობა. ხო და რას ვამბობთ? ანუ ნებისმიერი მოცემულობის აღქმის შეცვლა შესაძლებელია, აი ამ ჩვენი საწყისი სეტინგებისა და ცხოვრება უფრო იოლი ხდება. ამას გასწავლით ტრანსფორმაციული კოუჩინგის ფარგლებში. მოდით. ბოლოს მაინც რეკლამა ისე როგორ თუმე რამე არ დავარეკლამე ისე როგორ, ხო? კარგი, იმედია გაიგეთ რაც ვთქვი. თუ ვერ გაიგეთ და ისიც ოკეია. ოდესმე გაიგებთ.